აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციების ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს და მრგვალი მაგი და დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბრეს. ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს გაახმაურა, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების გაღრმავებას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით სამშვიდობო ინიციატივათა ახალი პაკეტი ქვეყნის მშვიდობიანი სტრატეგიული განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ღია განაცხადი სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, აუცილებლად გაგრძელდება და ეს არის მიუხედავად უამრავი გამოწვევისა ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება და ეს არის ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ უპირისპირებთ გამოწვევებს და რა თქმა უნდა ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას. სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შემუშავებაში მთავრობასთან ერთად ჩართული იყო საპარლამენტო უმრავლესობაც, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ეს არის პირველი. ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება. მეორე, ეს გახლავთ ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც ერთად უნდა იცხოვროს ერთიან გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში. მესამე, ეს გახლავთ ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა. ეს არის ლუიზომი მოსვლის უფლება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ასე შემდეგ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მიესალმებიან საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო ინიციატივათა ახალ პაკეტს, რომელსაც დეპუტატები აუცილებელს და უნიკალურს უწოდებენ. მათივე განმარტებით სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო კურსის უალტერნატივობასა და ურყევობას. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარი აღნიშნავს, დოკუმენტი არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო კურსის დეკლარირება, არამედ იგი სამოქმედო გეგმაცაა თუ როგორ უნდა მოხდეს სამშვიდობო ინიციატივათა შესრულება. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დოკუმენტის რეალიზებისთვის განსახორციელებელ კონკრეტულ ნაბიჯებზეც ისაუბრეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების აქტიურად ჩართულობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ამ დოკუმენტს უკვე მიეცა შეფასება და ეს შეფასება არის მხოლოდ დადებითი. ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ უშუალოდ, აი კონკრეტულად უმაღლეს საბჭოს თავიდან ბოლომდე მიმოვიხილეთ ეს სამშვიდობო ინიციატივა და გამომდინარე აქედან გამოვყავით რამდენიმე მიმართულება, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან სასარგებლონი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის რეალიზაციაში. სახალხო დიპლომატია, დიალოგი აფხაზურ მხარესთან არის ის მიმართულება საქმიანობისა, რომელსაც ჩვენ კარგახანია ვეწევით. გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საქმიანობის ეს მიმართულება გააქტიურდეს. ეს ალბათ თვითონ ამ დოკუმენტის დამსახურებაც არის, იმიტომ რომ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ ენგურს გაღმა იმ საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იქ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ცოტა სხვანაირად ფიქრობს და ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში არის უაღრესად დადებითი დამოკიდებულება ამ დოკუმენტისადმი. დოკუმენტში ძალიან დიდი ყურადღება არის
განახილებული აი მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. უпростоრად ამ უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და თქვენ კარგად იცით რა ვითარებაა ამასთან დაკავშირებით გალის რაიონში და აქაც ჩვენ კონკრეტული საქმის კეთება გვინდა, არა მხოლოდ განცხადების გაკეთება. საუბარი არის დისტანციურ სწავლებაზე. ახლა ხორციელდება ესეთი საპილოტე პროგრამა აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით. გარდა ამისა, საუბარი არის რაღაც კონტაქტების დამყარებაზე სამეცნიერო სფეროში, კულტურის სფეროში. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს საკითხი დღეს კი არა დიდი ხანია უნდა დამდგარიყო და დამდგარიყო ძალიან სერიოზულად სახელმწიფოებრივად, რადგანაც აი ეს ყველაფერი მოიცავს აფხაზეთის ტერიტორიას. ამ ინიციატივას ჩვენ ყველანაირად დაუდგებით მხარში და მივიღებთ. უმაღლესი საბჭოს ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრეს აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის პროექტიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთა კომისიამ შეიმუშავა. კანონი რესტიტუციის შესახებ დიდი ხანია უნდა ყოფილიყო მიღებული და არა 25 წლის თავზე. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოებრივი. ჩვენი ქონება არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მე მაგალითად იქ მხოლოდ სახლი კი არ მქონდა, სახელოსნოც მქონდა და იმიტომ რომ პროფესიონალი მხატვარი ვარ. იმედია რომ კანონიცშიც იქნება გათვალისწინებული ქონება სრულად, რაც ქართველ მოსახლეობას გააჩნდა აფხაზეთში. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან დიდ მნიშვნელობას, პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს ამას. ჩვენ აქ ორ საკითხს ვიხილავ, ჯერ ერთი ინიციატივას საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, რომ უკეთესი მომონისაკენ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თავისთავად ცხადია. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე უფრო საჭირო პრობლემა ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში კიდევ ჩვენ უკვე ცალსახად გვაქვს დასახული გეზი, რომ ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. მშვიდობიანი გზით მოგვარებას ეს კიდევ გულისხმობს უფრო მეტს, ანუ ადამიანებს შორის გაუცხოების პროცესი, რომელიც უკვე მე-4 საუკუნეა მიმდინარეობს აფხაზებსა და ქართულ მოსახლეობასა და შორის და ამიტომ ეს აუცილებლად ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, უნდა მოხდეს მათი დაახლოება. აი ამ კუთხით და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯია გადადგმული. თუმცა მეორე მხარე რას ფიქრობს de facto ხელისუფლება, რომლის უკან ვინ დგა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ეს უკვე მეორე საკითხია, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ჩვენ აუცილებლად პროგრესული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმისათვის რომ სამომავლოდ ჩვენ ეს საკითხი სწორი გზით წარმართოთ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. მეორე არის რესტიტუციის საკითხი, რომელიც მანამდე იყო მხოლოდ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. დღეს უკვე ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს კანონის სახე მიიღოს მან და იქ ჩაეწეროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის. საქმე იმაშია, რომ ეს რაც იქ დაიკარგა, რაც იქ მოხდა, ამაზე იურიდიული უფლება უნდა ჰქონდეს ჩვენ და ჩვენ შთამომავლობას.